ბრიუსელში, სკარბექის საკრებულოში ანსამბლ დიდგორის სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალ ევროპალია საქართველოს ფარგლებში შედგა. საღამოზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები შესრულდა. კონცერტმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ კონცერტების გამართვის პარალელურად ანსამბლმა დიდგორმა ითანამშრომლა ფრანგ მუსიკოს ზოე პერესთან, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და სწავლობდა ქართულ მრავალხმიანობას. მან ანსამბლთან ერთად ბელგიაში, ვალონიის მხარეში საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის მუსიკალური გაკვეთილები გამართა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ევროპალია საქართველოს ეგიდით მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. ჩვენ ევროპელ მაყურებელს მსმენელს ძალიან ფართო და მრავალხმრივ კულტურულ პროგრამას ვაჩვენებთ ევროპალია საქართველო, რომელიც სწორედ ქართულ კულტურულ ღირებულებებს წარადგენს როგორც თანამედროვე კონტექსტში, ასევე სწორედ ისტორიული განვითარების კვალდაკვალ. ყველა კონცერტი, სადაც მონაწილეობა მივიღეთ, იყო ბოლომდე გაყიდული ბილეთები და ფიქრობ, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია და მათი, ესე ვთქვათ, გაფაციცებული მზერა და რეაგირება თვითონ ყველა სიმღერაზე ცხადყოფს იმას, რომ მათ ჩვენი კულტურა ძალიან მისაღები და გასაგებია ყველასთვის. ევროპელებმა აქ ევროპის დედაქალაქში და არა მარტო აქ ამ ქალაქში და ბელგიაში რაღაც დიდი ქართული კულტურის რაღაც სურნელი იგრძნეს. ქართულ კულტურას ევროპელები იცნობენ, მაგრამ ასე მასიურად ყველგან, თითქმის ყველა ქალაქში, თითქმის ყველა კულტურის ცენტრში გამოსული ქართველი თავისი ყველა, ასე ვთქვათ, ხელოვნების ყველა მნიშვნელოვანი რაღაც ნიმუშებით თუ დიდებულებით შეიძლება ასე ითქვას, მართლაც კარგი დამთხევაა და ძალიან გვიხარია.